ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. ონისე იყო ძალიან თბილი მოსიყვარული, აი პატარაც რომ იყო, იქედანვე ეტყობოდა რომ არ იყო შვიდად აღზრდილი იყო საერთოდ. ასეთი აგრესიებზე ისინი არ მოწონდა, არ უყვარდა პირიქით, როცა ვინმე ჩხუბობდა, აი ესეც ბაღშიდაც ბავშვებზე ამბობდა ხოლმე, რომ იმან ამასო რატო დაარტყაო, რატო ჩაგრავსო, სუსი დაჩაგვრა, არ უყვარდა არასოდეს და ყველას დამცველი იყო. ამიტომ არის მასში მებრძოლის სული ის არ აიტანს ვინმესგან ჩაგვრას. ასე გავზარდეთ. მახსოვს ერთხელ სანდრო და ონისე იყვნენ წასული ჩემი ძმის, ასე რომ ვთქვათ, მოყვრებს უძახიან. იქ და ჩვენ ვიყავით სახლში. მე და ჩემი მეუღლე და მანქანიდან რომ ჩამოდიოდა სანდრო თურმე უკანიჭდა ონისე, სანდრო წინიჭდა და ონისეს თითი დაეტნა მანქანის კარებში. აი სანდრომ მიხურა, სანდრომ არ იცოდა რომ ონისეს თითი იქ იყო. და რომ იმას აკნახა ხო ტკივილი, საშინელი ტკივილი და ონისემ აი ჩემმა ძმამ მომიყვა, რა ბავშვი იზრდება ეს ონისე, მეო მსგავსი არ მინახავსო. ონისე გვეძახდაო. დედას არ უთხრათ რომ მე სანდრომ თითი ჩამატნიო, იმიტომ რომ სანდროს პასუხს მოთხოვსო და არაფერი არ უთხრასო, ოღონდ დედას არ უთხრასო. ვითომ მე ჩემით ვიტკინო. აი ასეთი თბილი და მოსიყვარულე იყო. მშობლებიც გვასწავლდნენ მუდმივად ერთმანეთის პატივისცემას და სიყვარულს და ჩხუბი ესეთი მე და ჩემთვის არასდროს მოგვშლია რაიმე სერიოზული და არც მიახლოვებული მაგასთან. იყო მე უფრო ისე მზდიდე როგორც კარგი მოსწავლეს და ონისე უფრო ჩემთ ასე ვთქვა თავისუფლად იზრდებოდა, უფრო სოციალური იყო, უფრო ქუჩაში ფეხბურთზე იმას დადიოდა და დღემდე ეგრეა, მე უფრო ძალიან ინტროვერტი ვარ და შეიძლება თვეები არ ველაპარაკო არავის და იმას ეგ არ შეუძლია და მუდმივად კონტაქტური ყველას იცნობდა, ხო ქუჩაში რო გაიარო, შეიძლება მე ვერ მიცნონ მეზობლებმა და ონისეს ბავშვები ცნობდნენ. გაბედული იყო გაცილებით, სამართლიანი, რა ვიცი, ისეთი რომ ვერ იტანდა იმას უსამართლობას ჩაგვრას და იმას და მაგას ბრძოლაც შეეძლო მაგის წინააღმდეგ და მაგით ყოველთვის გაცილებით წინ იყო ჩემზე. და მე რომ დავამთავრე, 3 წელიწადში თუნდაც დავამთავრე, მე თბილისში უკვე ერთად ცხოვრობდით ისე სტუდენტობის დროს. შვენიერიც მოგქონდა ყოველთვის და არანაირი დაძაბულობა ერთმანეთში არაფერში არ ქონია არასდროს და არც გვექნება დარწმუნებული. მე მივესალმეო თუ შენ მიესალმები? ორივე მივესალმოთ. გამარჯობა, მოგესალმებით. როგორი სალამი იყო? სერიოზული, არა იუმორისტული. მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდით 1993 წლის 4 აპრილი იყო ჩვენი. ეს არის სოხუმის დაეცა მალევე მერე. ძალიან ცუდი რაღაცეები ხდებოდა ჩვენს გარშემო, ეს მხედრიონი, ეს ისინი აშავებდნენ ძალიან და ჩვენ რაც მოვიპოვეთ მაშინელი თავისუფლებით მინდოდა რომ იმიტომ ვიბრძოდით რომ აი ჩემი შვილები თავისუფალ საქართველოში უნდა აღზრდილიყვნენ. აი ამიტომ და რა თქმა უნდა სულ ვესაუბრებოდით. სულ აქ იყო პატრიოტიზმზე ჩვენ ოჯახში საუბარი. მეწე არაფერს. ჩემი მეუღლე იყო ძალიან ვაშკაცური სულისკვეთებით კიდევ და სულ ეუბნებოდა რომ კი მამა იბრძოლეთ სამშობლოსთვის, იბრძოლეთ ბოლომდე იბრძოლეთ. მე უფრო მაინც ახლა დედა ხო შვილებზე ისე ზრუნავს რომ გინდა რომ ფაქიზად გაზარდო და არაფერი არ მოაკლდეთ მან. მე უფრო ვეუბნებოდი რომ აი ეს აქციები რო დაიწყო რომ დედა ძალიან გთხოვ რომ თავი შეიკავო, არ გახვიდე მეშინი არაფერი გიქნა, იმიტომ რომ მეც 9 აპრილის მონაწილე ვარ და მახსოვდა მაშინელი სიმწარეები რაც იყო. გამოვლილი რადგან ვიყავით, თორემ იმიტომ კი არ ვეუბნებოდი რომ სამშობლოსთვის არ ებრძოლა, მაგრამ მეშინოდა მაინც რომ მაშინ ხო გაზი გაუშვეს და რა ვიცი რა არ იყო. ჟლეტოა და ჩეხვა ხალხის. ხო და ამიტომ ვეუბნებოდი, მაგრამ ჩემი მეუღლეს ვეუბნებოდა რომ არა მამა მიდი ბოლომდე იბრძოლე და კიდევაც იბრძოლა ბოლომდე. სულაც არ ვნანობ. ერთი წუთითაც არ ვნანობ იმას რომ ონისე სამშობლოსთვის იბრძოდა.
და უნდა იბრძოლოს კიდევ და მით უმეტეს ორივე სანდროც ონისეც ამათი მეგობრები ის ბიჭები არაჩვეულებრივი ღიმილის მართლაც ღიმილის ბიჭები რომლებსაც საქართველო უყვართ თავიანთი მიწა-წყალი უყვართ და ამის გამო სჯიან მეტი არაფრისთვის განა ის არ ვიცით ჩვენ რომ იქ რაღაც ცრუმოწმეები რომ მოყავთ და ისეთ რაღაცას საუბრობენ რაც არ მომხდარა მე ისინიც მეწოდებიან ეს უკვე პოლიტიკაც აღარ არის, რასაც ისინი აკეთებენ. წარსულ ჩაბარდა ის 37 წელში, რაც აკეთეს, რა თქმა უნდა, ბევრი ოჯახი გაამწარეს და ეგენი თუ ახლა კიდევ იგივე კვალს უნდა გაყვენ, მაშინ განვითარება აღარ მიუღია ქვეყანას და ეგ არის და ჩარჩენილ ვართ იგივე ადგილს. მე ჩემ შვილსაც ვეუბნები, ციხედან რო გამოხვალ, დედა ცუდი გულში არასოდეს არ ჩაიდოთ. არასოდეს სისხლით არ მოიბანება და უნდა იცხოვროთ მათთან ერთად, ოღონდ გააგრძელეთ სამშობლოს ერთგულება, ვიდრე პირში სული გიდგათ. სამშობლოს სიყვარულის თვის დასჯა მე გმირობის ტოლფასად მიმაჩნია. ეს ბიჭები ყველანი ვინც არის პოლიტიკოსი იყოს, არაპოლიტიკოსი, ინის პატიმრები, ყოჩაღმათ რომ ესე გარისკეს თავიანთი სიცოცხლე სამშობლოს სიყვარულს ანაცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ რთულია პატიმრობაში ყოფნა, არავისთვის არ არის მარტივი. არ მაინტერესებს თუ დამტოვებთ პატიმრობაში ამ ქვეყნის გულისთვის ადამიანები კვდებოდნენ და მეც არ მინდა რომ ნაკლები გავაკეთო ვინმეს. როგორც ყველასთვის უმეტესობისთვის გავრილობის ღამის მერე დაიწყო ყველაფერი, მაგ დროს ონისე უკვე ჩამოსული იყო საქართველოს ჩვენ გერმანიაში ვიყავთ რაღაც პერიოდი და ონისე მაგ პერიოდისთვის უკვე დაბრუნებული იყო როგორც მახსოვს. და მუდმივად ჩართული იყო არჩევნების დამკვირვებლადაც იყო, ყველანაირად ცდილობდა და სამართლიანად არც ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ასე ვთქვათ, კეთილგანწყობა არ ქონია დიდად, თორემ ამდენი ხანი ამოუქეკავდნენ და რავი, რაღაცას მიაწერდნენ და რაღაცას თითქოს იარლიხს მიაწევდნენ, მაგრამ არა რაღაც. აი აქ რაღაც სოფელში, სკოლაში ბავშვებთან რაღაც იყო შესული. რაღაც საგანმანათლებლო მიზნით ეს სკოლა არის, აქ ამ თერჯოლაში კიდე ზემოთ თრიან სოფელი, სადაც ბავშვებს ფიზიკურად სკოლის ეზოს გარდა ვერსად ვერ წაიყვანდა. მეგობრებო, ჩვენი სკოლაში ვიმყოფებით. ეს თბილისში რამდენიმე სკოლაში თვითონ მოსწავლეები მიხვდნენ, რომ ასეთ პირობებში არ შეიძლება სასწავლო პროცესის განხორციელება. ბავშვებო, გამოგიჩვენეთ. მოდით. ბავშვები, რა შეგვაშია პოლიტიკაში? რა საკითხი? პოლიტიკაზე არ ლაპარაკობ. და მე მაგაზეც ტროლებით, ბოტებით და ამით ურცელეს თქოს ონისეს ბავშვები მიყავდა აქციაზე და თუნდაც პოლიტიკაში რთავდა და ეს. მეტი არაფერი ის ბავშვებს ყოველას მშობლების 90%-ს ონისე იცნობს, ბავშვები იცნობენ და ისე არაფერი არ მომხდარა, მაგრამ აი ზუსტად მაგ ბოტებით და ტროლებით შექმნეს ის განწყობა, რომ ონისე რადგან აქციაზე ისეთი სამხილი არაფერი აქვს, უმეტესობა სალსტომდე გონია, რომ სკოლაში შესვლის გამოა დაკავებული. მე შევეხები ქართული ოცნების დროინდელ პროტესტებს ამ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ მათი მმართველობის დროს ყველაფერი კი არა ძალიან ბევრი რამე ცუდად 2019 წლამდე ცხოვრობდით შვიდად. შემდეგ შემოიყვანეს გავრილოვი, კობახიძე, შემდეგ იყო პოზნერი, შემდეგ იყო ლავროვიშვილი, შემდეგ იყო რუსული კანონი 1 და შემდეგ იყო რუსული კანონი 2. 30 ნოემბრის გამთენია იყო 7:15 წუთის მალყისებურად დაგვარბიეს ბესიკის ქუჩიდან, რუსთაველიდან და რესპუბლიკის მოედნიდან. ონისეც ცემეს, მეც ცემეს, ონისეს სასწრაფოში გადაყვანა დაჭირდა, სასწრაფოთი გადაყვანა საავადმყოფოში. ნუ იქ ვიცით რაც მოხდა. გაგვიმეტეს და ჟურნალისტებიდან დაწყებული და ბავშვები დამთავრებული ყველაც ცემეს და ის მერე წამოვიდა ონისე მერე სოფელში, რადგან აცემი იყო და აქ ცდილობდა ინფორმაციის მიტანას ადამიანებამდე, იმიტომ რომ თუნდაც თბილისში ცხოვრობდე და თუნდაც იქ უყურებდე ამბებს, მაინც ზუსტად მაინც ვერ აღიქვამ სიმართლეს და აქ მით უმეტეს რაც უფრო შორდები ეპიცენტრს ძალიან დეფორმირებული მოდის აქ ყველაფერი და ეგ იყო ონისეს ცდილობა რომ აქ ცოტა არავის წინააღმდეგობა არ ქონია, მაგრამ ნუ ვიცით რა რეჟიმში ცხოვრობ და რასაც უკეთებენ ადამიანებს. მე დამაკავეს როგორ პირობებში ხა მოგიყვებით. სახლში ვიყავი, თერჯოლაში, ჩემს საცხოვრებელ სახლში, დივანზე მეძინა. ახლა მინდა ვკითხო პროკურორებს, ჩემს ადგილზე რომ წარმოიდგინოთ თავი, თქვენ რომ სადმე მიმალვას აპირებდეთ, მიიმალებოდით თუ არა საკუთარ სახლში დივანზე ჩაძინებულ მდგომარეობაში. თან გადასაფარებელს არ მეფარა.
ამას საქმისთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს ბატონო ონისე, გადასახარებელი გეხარა თუ არა? იმიტომ რომ არა ერთი წუთით, ერთი ანუ არა სხეულის არც ერთ ნაწილს არ მალავდი. ერთი წუთით რომ მე სახლში არ ვიყავი, ჩემი მეუღლე იყო სახლში. მე ვარ პედაგოგი, თერჯოლის პირველ საჯარო სკოლაში მუშაობ მათემატიკის მასწავლებლად და ჩვენი სკოლა რეაბილიტაციაში არის. უკვე მეოთხე წელია. სოფელი ჩხარი არის აქ, სადაც არის აშენებული ძალიან თანამედროვე სკოლა, სადაც ჩვენი კონტინგენტი კარგად მოთავსდებოდა და გადაგვიყვანეს იქ. იქ დავდიოდით. და სადღაც არის 4 საათი 5 წუთები მირეკავს უცხო ნომერი და თურმე ჩემი მეუღლე ყოფილა, რომელსაც აქ პოლიციამ ჩამოვართვა თავისი ტელეფონი, ონისეს ტელეფონი, კიდევ ძველი ტელეფონი იყო, მეორე ტელეფონიც ჰქონდა, ყველაფერი, ლეპტოპი, სულ ყველაფერი და გაიქცა უცბად, გაეპარა ამ პოლიციელებს რაღაცნაირად და მეზობლის გოგონა არის აქ ჩვენი ძალიან საუკეთესო ადამიანი, იმის ნომრით მირეკავს. მე თქვი, უპასუხე, ვაიმეო, ია გელავარო, გაივსო პოლიციელებით სახლი და ეზო. გეხვეწებიო, მალე ჩამოდიო, ძალიან ისავა რომ განერვიულებული რა უკნა არ ვიციო. თერჯოლის პოლიციის წარმომადგენლები ქუჩაში და ეზოში იდგნენ, დანარჩენი ვინც თბილისიდან იყვნენ ის 5-ნი. ონისეს გარშემო იყვნენ აგერ პირველ სართულზე, იმიტომ რომ ონისე ზემოთაც ვერ ამოდიოდა, ეს 2 ნეკნი რო ქონდა. ერთი გაბზარული ქონდა, მეორე კიდევ გატეხილი. იმ დილით ჭამა საჭმელი, პირველად ონისემ საჭმელიც არ უჭამია, ისე ცუდად იყო შვილო. წამლებს და მაზებს უკეთებდით, რომ იქნებ გამოკეთებულიყო და რომ შემოვედი ვიკითხე რაშია საქმე, თქვა, მოვედი და მითხარით გამარკვიეთ რაშია, თქვა და ის გამომძიებელი, რომელიც თავზე ადგა და რაღაცებს წერდა, მომაწოდა განჩინება. პროკურორისო, მოსამართლის განჩინება არისო, აგერ წაიკითხოთ, ვკითხულობ ეხლა ამას და მიიღო მონაწილეობაო, აგერო პოლიციელების დარბევაშიო და ეწერა პირდაპირ ის უნდა გასამართლეს 225 პრიმა მუხლის საშუალებით სისხლის სამართლითო და კი გამეკვირდა, ეხლა მე თქვი, ჩემი შვილი ჩიტს არ მოკლავდა და პირიქით როცა სხვა ჭუბობდა, იმათ აშველებდა და ესა თქო და რა უნდა დაეშოვებია ახლას ონისეს აქციაზე შიშველი ხელებით, რომელსაც მხოლოდ საკუთარი სიტყვის თქმით შეეძლო, წინააღმდეგობა გაეწია და არაფერი ისეთი არ იქნებოდა თქო. ყველაფერი კარგად იქნება, ქალბატონო მეძახიან, ამას 24 საათში გამოუშვებენ. არა გგონია რომ ონისეს რაიმე კონდეს დანაშაული. სულ აი ყველაფერი ერთ-ერთმა მოყვა ონისეს სკეჩები ყველაფერი თავიდან ბოლომდე. სულ გიყურებდითო, ჩვენ რომ მოვდიოდითო, სხვა ონისე ცხადაძე გვეგონაო თუ იყო და ესო მერეო შევხედეთ რომ ეს იუმორისტი იყო. არ ვიცი როგორ დაგეგმეს ეს ყველაფერი სახელმწიფომ და აი ამ არალეგიტიმური არ უნდა თქვა სიტყვა, მაგრამ ჩემთვის არალეგიტიმურები არიან ისინი და ასე იქნება ყოველთვის მართლაც მარიონეტები. და ეს იყო სცენარი დაწერილი, ასე უნდა ეკეთებინათ. ყველანაირად დავწმუნდი მერე და მერე. 24 საათში კი არა, კი ხედავთ, ახლა 5 ივლისს ხდება 7 თვე, რაც დაკავებულია და ჯერ კიდევ არ არის გასამართლებული და ვერც მტკიცებულებას, ვერაფერს ვერ ნახულობენ, რომ ონისეს რაიმე კონდეს დანაშაული ჩადენილი. ვერც დაუმტკიცებენ, ვერაფერს ვერ დაუმტკიცებენ, მაგრამ მაინც მიუჯიან. იმიტომ რომ აქვს ის ერთი კადრი, რომელიც მთლიანი ვერსია, რომელიც ადვოკატმა მოითხოვა, გაანადგურეს. ამიტომ არ აინტერესებთ, ანუ ზუსტად ეგ არის, რაც ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე, რომ ზოგი 2 თვით ჩდება, ზოგი 7 თვით ჩდებაო და თავს ურტყამენ კედელს და არაფერი არ გამოუვათ, ეგ არის მაგის ხედვა. რომ ნებისმიერ ფასად რაც არ უნდა თავი ურტყა კედელს, არ უნდა მოგისმინოს და თავის უნდა გაიტანოს. მაგრამ სოფლიო პოლიტიკასაც თუ შევხედავთ, რა ვიცი, რეცესია აქვს რუსეთს ყველა და ყველაფერში. საბოლოოდ შედეგი ისაა, რომ მაინც ჩვენ უკარგავთ ძვირფას დროს, რომელიც შეიძლება უკეთესად ვატარებდეთ, მაგრამ ესეც ბრძოლაში ჩაიწერება, რა თქმა უნდა და საბოლოოდ მაინც ვიამაყებთ ამ დღეებით. მე მაქვს საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულება ნანახი. სადაც ჩანს ბოთლის სროლა და ასევე არის ფერი, ეგრეთ წოდებული კვამს რო უშვებს მხოლოდ ფერს, მაგის პატარა კაფსულის სროლა და ისე ცუდად ვისვრი, რომ ლამის ფეხში გავირტყი და ძალიან გთხოვთ, რომ თვითმკვლელობის ცდელობის გამო 500 ლარით დამაჯარიმოთ. ონისაც მოდივათ იქ ნებისმიერ საუბარში მაგას ახსენებს. ნებისმიერ დიალოგში და ნებისმიერ წერილში მაგას გვეუბნება, რომ იმედიანად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ხედავს მაგ იმედს რეალურად და არა რაღაც თავის წარმოსახვის ნაყოფი.
გაცილებით დამუხტულია ეხ ჩემი ძმა და გაცილებით იზრდება ეგ ტემპერატურა ხალხშიც და საერთოდ არ მგონია რომ ხალხისადმე გაქრა. ელეო პროტესტის კონვენციულ ფორმას გაერიდა, მაგრამ ეს ხალხი უფრო მეტად იჭიმება ზამბარასავით და რაღაც შადრევანზე დადებული თითითივით არის ეს სიტუაცია, როგორც გაუშვებენ, რა ვიცი, უარესი მოხდება და არანაირად ჩვენ არაფრის ის არ გვაქვს. უკან დახევის და არაფრის გაწყვეტის და შეწყვეტის სურვილი და მოლოდინი, ასე რომ ვთქვათ. მამაჩემის ამბავი რო გავიგე, მე პროცესზე ვიყავი ონისესთან აღმკვეთის გადასინჯვაზე საუბრობდა მოსამართლე და უკვე მთავრდებოდა 6 სრულდებოდა და ბიზაჩემა დედაჩემის ძმამ დამირეკა ორჯერ და ისე ტყურად არ დამირეკავდა ბიზაჩემი დარწმუნებული ვარ. თან ორჯერ ზედიზეთ რაღაც ერთწუთიან ინტერვალში და ვერ უპასუხე. მე თვითონ გადაურეკე და ესე მითხრა მამაჩემის ამბავი და იქ შოკი მქონდა. თანაბერს დავიჯერე მე მეგონა ვიღაც სხვაზე მელაბორაკებოდა და დაველოდე პროცესის დამთავრებას მე გადავამოწმე და რა თქმა უნდა სიმართლე აღმოჩნდა მე სახლში მივედი იქვე ვცხოვრობ სასამართლოსთან და ონისემ ყოველთვის იცის ყველა პროცესის მე დაგირეკავს რომ ის ფიდბექი გაიგოს როგორ ვილაპარაკე ხალხმა რა თქვა და ანუ არც ვაპირებდი დამალვას და მაშინვე უთხარი რაღაც მომენტში საუბრობთ ვტიროდით 1.5 წუთი და მეტი არაფერი და მე დროდადრო გამამხნება მე აქ რა მიჭირსო და დედას მიხედეო და მეორე დღიდან უკვე დაგეგმოგვარებული ქონდა გამოსვლის ამბავი თვითონ დამირეკა ციხის უფროსთანაც ასული იყო ნალაპარაკები გარკვეული ქონდა და ისეთ ცივად ქონდა ნამოქმედარი რომ მივხვდი და ასეთ შოკურ მდგომარეობაში არ იყო. მე დროდადრო საბადრაგო სამსახურის პენიტენციუმას დადებითი განწყობა გამოიჩინეს და ასე რომ თქვა არ ქონია იმის მოლოდინი რომ არ გამოიყვანდნენ. ისედაც რეზონანსული ამბავია და არც იმათ არ აწყობდათ და ისედაც ძალიან კაი განწყობა აქვს ბადრაგებს და პლიანად სამსახურს ონისეს მიმართ. ჩამოიყვანეს, წინასწარ გვითხრეს, დაახლოებით რა პერიოდში მოიყვანდნენ, რა დღეს. და მოიყვანეს თუნდაც იმ დროს თავიდან მხნედ შემხვდა, კარგად შეხვდა, და მამას რო შეხედა, მე იტირა ცოტა და მე დედაც გაამხნევა მეც და სპირიქით ბიჭებსაც შეეხუმრა რაღაცები და ისიც ვერ ვიტყვი რომ ბადრაგებმა მოკიდეს ხედი და წავედითო, თვითონ ვეთქვა რომ კარგი ეხა წავიდეთო. ისაც მე ჩემი დაკვირვებით გადაჩვეულია ამ ცოტა სოციუმს და იმას რომ ახლა უცებ აღმოჩნდა თან საბადრაგო სამსახური დაყვება იქეთ-აქეთ უხერხულიც არის ალბათ ადამიანისთვის რომ ასე პატიმრის სტატუსით მიდიხარ შენ ოჯახში და რაც არ უნდა მცამდე მართალი იყო მაინც ვიღაც იარაღიანი ბორკილებიანი რომელიც ლამის ტიროდნენ ის ბადრაგებიც აქ რო იდნენ მაგრამ ეგეთია სისტემა და მალევე თქო თვითონ ონისემ წავედიო და საერთო ჯამში ტირილიც მოასრო გაღიმებაც და ყველანაირი ემოციის გავლაც რაც ამ პერიოდში ადამიანმა უნდა გაიაროს რომ რამე არ ჩაქჩეს რომ მე რაღაც მახინჯი ფორმით არ წამოჩინეს შემსიკიკაში წლების მე. მე არ ვაპირებ რომ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ სამართლებრივად რაც შეეხება მე პირობას გაძლევთ მოვა ამ ქვეყანაში დრო უმაღლესი თანამდებობის პირიდან დაწყებული აი ეს ბიჭი დამხმარე რომ ზის და გონია რომ არაფერ შუაშია იმით დამთავრებული ყველას მოეთხოვება იმის გამო კი არა რომ მე ღვარძლი მექნება რამე შურის ძიება არა იმიტომ რომ სხვებს არ გაუჩნდეთ იმის სურვილი რასაც თქვენ აკეთებთ და იცოდეთ რომ მაგაში დამნაშავები თქვენ ხართ როგორია ციხეში რომ იგებ ჭიშკართან პოულობენ მამაშეს მკვდარს არ ფიქრობთ ხოლმე ამაზე ბავშვობაში რამე რომ დამიშავებია ახლაც მახსენდება და ისმაც უხებს რამე ასეთი გრძნობა არ გააქვთ ეჭვი არ მეპარება რომ ეს ყველაფერი დამთავრდება მაგრამ ქვეყანა მეწოდება მე სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს ახლა კიდევ ერთი მიზეზი დამემატა ერთი თხოვნა მექნება ჩემზე ნუიდარდებთ ქვეყანას მიხედეთ ასეთი იყო შეყვარებულები რომ ვიყავით ჩემი მეუღლე ჩემი მეუღლე იყო საოცრად კეთილი, გულთბილი ადამიანი და საოცრად შეყვარებული საქართველოზე. თვითონ ყაზანის უნივერსიტეტში, საამშენებლო უნივერსიტეტში სწავლობდა. 8 წელიწადი ვიყავიო იქო, ეუბნებოდა ამათ და არ მოწონდა, რა თქმა უნდა. ეხლა რა თქმა უნდა, ხალხი იქაც კარგია, ზოგი ისეა, ზოგი ისე, მაგრამ საერთოდ არ უყვარდა რუსეთი. აი ესეთი ის ქონდა და ამათაც სულ ესე ეუბნებოდა და ეხლა რომ დაიძაბა ეს
ჩვენთან აქ ურთიერთობა ჩვენსა და მაგ ქვეყანას შორის მით უმეტეს უფრო მეტად გაუღვივა კიდე ამათ სამშობლოს სიყვარული ჩემმა მეუღლემ. მისი დამსახურება რომ ასეთი ვაჟკაცებია, უმეტესწილად, რომ ვაჟკაცობას მამა ასწავლის შვილებს ყოველთვის. ძალიან ნერვიულო და მე სულ მეუბნებოდა შენო ქალი ხარო და რამდენჯერმე შეგიძლია იტიროო და მე ვისთან ვისაუბროო და გულში იკლავდა ყველაფერს ამას და ძალიან წუხდა ონისეს მდგომარეობას ჩემიო ონო ჩემონოსო იქ რა უნდაო განიცი და ეხლაც რო ვიყავით ხანგრძლივ პაემაზე და კიდევ კარგი რო ვიყავით ეს ამავე თუ მოხდებოდა და ასე თუ იყო ყველაფერი რო ვნახა მაშინ ასე თქვა რომ რა კარგი იყო ეხლა ონისე რო ვნახეო ნეტა სახში მყავდესო და რო ესაო თუ არ მიუჯიანო და გამოუშვებენო ყველა უნდა შევკრიბო ჩემი ნათესავებიო და აქვე უნდა გავაკეთო დიდიო კარგიო აღნიშნა იმისთვის რომ ონისე გამოვა ძალიან წუხდა სულ ონისეზე ფიქრობდა სულ და სანდროს რო დაუჯდებოდა აი გვერდულად ჯდებოდა სახეში ვერ უყურებო ჩემ შვილსო ჩვენ ხშირად ვერ ჩავდივართო ონისეს რო უპატრონოთო და სანდროს უთხრა შენ ხარ ონისესთვის ძმაცო დედაც და მამაც შენ პატრონოფო იქ უფრო იმიტომ რომ ჩვენ ახლა აქ მოხუცებულიც მყავს სახში ვერც იმას ვტოვებდი და ვერ ამხელა ოჯახსაც ვერ ვტოვებდით საერთოდ რომ ხშირად გვევლოთ ჩემი სამსახური პლუს კიდე პედაგოგობა ჩვენ ერთმანეთს არ ვაზიარებთ ემოციებს და ერთი მხარზე წამორტყმაა ჩვენთვის ყველაფერი მაგრამ ყურადღებას არ ვაგლებთ იმ ბიჭების არც ოჯახის წევრებს არც დედიკოებს არც დეებს ძმებს პატარებს აქ ვართ გარეთ ვართ თქვენთან ერთად ვართ ამ საპყრობილეში რასაც ამ წუთას საქართველოს ქვია და ეგ ნისლი გაიფანტება ეგ სიბნელე განათდება და აუცილებლად ყველა ერთად გაზრდილები უფრო ჩამოყალიბებულები და უფრო გაძლიერებულები გავაგრძელებთ ცხოვრებას გაცილებით კარგ ქვეყანაში იყვნენ ბიჭები მხნედ მაგრად ძალიან უდგას გვერდით ყველა და უსურებენ მალე რაც შეიძლება თავისუფლებაზე იყოს ყველა უკლებლივ და გავიმარჯვოთ ერთად სახელოვნად. ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი და ჩემი მეუღლის სულიც მაშინ გაიხარებს, როდესაც დასრულდება რეჟიმი და ყველა გათავისუფლდება აქედან. მის დაწყებულ ყველა საქმეს მე გავაგრძელებ და ჩემი შვილებისთვის ბრძოლის ველზე ბოლომდე ვიბრძოლებ. რა ვქნა? მისი სულის სადიდებლად და ონისეს გასათავისუფლებად და ონისეს ნაირების აი ტყუილად რო ყავთ დაკავებულები ეს სინდისი პატიმრებიც, გინდა პოლიტპატიმრებიც, რომ ისინი მალე დავიხსნათ აი იმ ციხიდან და რა ვიცი ამისთვის მინდა მეც სიცოცხლე ჩემთვისაც ძალიან რთულია ეს ყველაფერი ხა მარტო დარჩენა ამას კი ვსაუბრობ ასე მაგრამ ძალიან მიჭირს ადამიანი ცulis დროების ადამიანი